Vezes abazedან ჩანარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები და გადააბა სოფელი ფერიგორების არქეოლოგიური გათხრების შედეგები. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სოფელ ზოლში რაბათის ნამოსახლარზე 2025 წელს ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების ანგარიშს. აღნიშნული კვლევები ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის და მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ასევე გასულ წელს დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ. როგორც მოგიხსენებათ, სოფელი ზოელი მდებარეობს ასპინძის რაიონში, ერუშეთის ქედზე, სოფელ ზოელში, მის ჩრდილოეთ კიდეზე არის, რომელიც გადმოჰყურებს მტკვრის ხეობას. რაბათის ნამოსახლარი არის ხელოვნური ბორცვი, რომელიც შემდეგ დატერასებული არის, ვარაუდოთ მოგვიანოთ შუა საუკუნეებში, სადაც ჩადგმული არის მესხური მიწური სახლები. მხოლოდ მის თავზე ხელუხლებელი არის და სწორედ არქეოლოგიური გათხრები, ძირითადი არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს გორის თავზე, ეგრეთ წოდებული ცენტრალური და დასავლეთი ნაწილი. აი ხედავთ გასულ წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები გვარი გაგრძელება არის 2023 წელს ჩატარებული გათხრებისა შესაბამისად დღეს ვერავარიდებ თავს 2003 წელს მიღებული შედეგების ჩვენებასაც შიგადაშიგ ვაჩვენებ ხოლმე. აი ეს არის 2023 წელს ფინალური ეტაპი არის, როდესაც დავასრულეთ, ეს არის ხედავთ აქ ცენტრალურ ნაწილს და ასევე დასავლეთ ნაწილს, სადაც ძირითადი არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა. გასულ წელს ჩვენ გავაგრძელეთ წინა წელს დაწყებული 2023 წელს დაწყებული გათხრები. ეს გახლავთ D9 ქვედა ნაწილში D8 და C8 თხრილები. მოგახსენებთ, დავიწყოთ ქვედა D9 თხრილით. მისი გათხრები დაიწყო 2016 წელს, როდესაც ჩვენ დაგვხვდა იქ დიდი თხრილი დაგვხვდა ღრმა საკმაოდ და სწორედ მე შემდეგ ჩვენ ის გამოვიყენეთ იმისთვის, რომ სტრატიგრაფიული ჭრილი გაგვეკეთებინა. საკმაოდ იდეალური შესაძლებლობა იყო ამისთვის და რომელიც დავიწყეთ ჩვენ 22 წელს უკვე. ეს გახლავთ 23 წლის ბოლოს მიღებული სურათი, სწორედ ესე დავასრულეთ 2023 წელს ეს დავასრულეთ ეს ჭრილი. თქვენ აქ ხედავთ დასულები ვართ უკვე დამწვარ ფენაზე და ნახეთ
ძელური ნაგებობა გამოვლინდა 2023 წელს, ასევე სავარაუდოდ ქურა ღუმელი, საკმაოდ ინტენსიური დამწვარი ბათქაშის ფენა იყო და იქვე გვერდზე დამწვარი ძელები. ეს გახლავთ სავარაუდოდ 1974 წელს ტარიელ ჩუბინიშვილის ექსპედიციის მიერ გავლებული საკონტროლო თხრილი, სავარაუდოდ რადგანაც ზუსტად ემთხვევა მათ მიერ წარმოდგენილ აღწერილობას და ხედავთ მის გვერდით კუთხეში ხედავთ ასევე დამწვარ ფენას, რომელიც სწორედ ამ ღუმელის და ძელური ნაგებობის თანადროული ფენა არის. მოკლედ გასულ წელს გავაგრძელეთ ამ კონდიციიდან ეს ორმოარი ჩვენ გასულ 23 წელს დავაკონსერვეთ რა თქმა უნდა ეს თხრილი შემდეგ ისევ ახლიდან გავხსენით საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ისევ და გავაგრძელეთ შესწავლა ჩვენი მიზანი იყო რადგან ჩვენ აქ სტრატიგრაფიულ ჭრილს ვაკეთებთ მიზანი იყო ძეგლზე ერთ ადგილზე მაინც დავსულიყავით დედაქანამდე შესაბამისად წელს ჩვენ მიზანი სწორედ ეს იყო რაც საბოლოო ჯამში მივახციეთ კიდევაც დაახლოებით 3 წელი მოვუნდით ამას 3 თუ 4 წელი აქ ხედავთ კიდევ ერთხელ მარჯვენა მხარეს ძელური ნაგებობა შემდეგ დაზიანება არის სავარაუდოდ ორმოს დაზიანება არის მე შემდეგ ხედავთ ეს ღუმელი რომელიც ავალაგით შემდეგ ეს დამწვარი ძელები არის ისევ ეს დაზიანება არის ეს არქეოლოგიური თხრილი და შემდეგ ისევ ფენა არის მოკლედ სამი კომპონენტი ქონდა როგორც ხედავთ და ეხლა სამივეს ცალკე აღწერ და მოგახსენებთ თუ რა შედეგები მივიღეთ დავიწყებთ ზედა ნაწილიდან სადაც ეს სავარაუდოდ კედლის ფრაგმენტი არის თუმცა მანამდე უნდა გითხრათ რომ 2023 წელს სანამდე ამ კედლის ფრაგმენტამდე დავიდოდით ჩვენ ქონდა საკმაოდ სკელი დამწვარი ესეთ ყვითელი ფენა რომელიც შეიცავდა კერამიკულ ჭურჭელს და ერთ-ერთი მათგანი არის აქ ინსიტუ მდგომარეობაში მისი აღების შემდეგ გამოვლინდა ეს სავარაუდო კედლის ფრაგმენტი რომელიც არის ეგრეთ ხედავთ ქვისგან არის ნაგები და სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო ფუნდამენტი და შემდეგ მასზე ეს დიდი ძელი დევს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს იყო დაზიანება არის აქ წითლად მოხაზული მომდენო პერიოდის დაზიანება არის თუმცა იატაკის ამ კედელთან დაკავშირებული იატაკის დონე დავიჭირეთ მცირე მაგრამ დავიჭირეთ წინა მხარეს იქ დიდ კედელს რო ხედავთ ის მოგვიანო პერიოდის კედელი არის რომელიც ასევე იქ ზედა კუთხეში რომელიც ასევე ჭრის სამხრეთი მხრიდან ამ იატაკის დონეს ეს არის ეს იატაკის ფრაგმენტი რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ და სწორედ გასულ წელს ჩვენ როდესაც ამ კედლის ფრაგმენტის შესწავლის შემდეგ როდესაც დავიწყეთ მისი აღება ქვევით ამ კედლის ქვევით აქ ხედავთ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის აღებული ქვები ხედავთ უკვე კედლის ძირში წამოვიდა ახალი ფენა იატაკის დონე თავისი ინსიტუ კერამიკით აქ მინდა თვალსაჩინოებისთვის მაინც მინდა განახოთ უკვე აღებული ეს სავარაუდო ძელური ნაგებობის კედელი ხედავთ აქ ყვითლად იატაკის დონე რომელიც მას ეკუთვნოდა ხედი სამხრეთიდან არის და ასევე წინა ხედი ჩრდილოეთიდან არის იქაც ხედავთ შავ ზოლს ეს არის იატაკის დონე რომელიც ავიღეთ და ჩავედით მომდენო იატაკის დონეზე ეს ისე თვალსაჩინოებისთვის და დავედით მომდენო იატაკის დონეზე რომელიც ასევე ფრაგმენტული არის საკმაოდ დაზიანებული არის თუმცა თავის მასალა არის ხედავთ აქ
ეს არის ადრე ბრინჯაოსთვის, კვარარაქსისთვის დამახასიათებელი კერამიკა არის, რაც მანამდე ზედა ფენაში არ იყო კვარარაქსი. C14-ებზე დღეს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი ნიმუში გვაქვს ჩვენ C14-ის ამ დონიდან საკმაოდ საინტერესო თარიღი მოგვცა, აი ხედავთ 95%-იანი ცნობილებით 27 საუკუნე, 36 საუკუნეები არის საკმაოდ ადრეული არის კვარარაქსისთვის და გადადის ენეოლითში და გადადის ორჭოსანის პერიოდს უთანაბრდება. თუმცა მოდი წინ არ გავუსწროთ ამ მოვლენებს და ჯერ მხოლოდ ეს ერთი თარიღი არის და დავალოდოთ სხვა თარიღებსაც მე უფრო დაბეჭდებით შეგვიძლია ვთქვათ. აგერ დეტალური ფოტო ამ კერამიკული ჭურჭლის კიდევ ერთხელ აი საკმაოდ ფრაგმენტული და საკმაოდ დაზიანებული არის როგორც ხედავთ ეს იატაკის დონეც. აქ სხვადასხვა კუთხეში გამოჩნდა საინტერესო რამ ეს წრიული თიხა არის, რამ ერთმანეთში არის ჩადგმული. კედელში შედის, ეს მოგვიანო პერიოდში კედელში შედის სამწუხაროდ ჩვენ ბოლომდე ვერ შევისწავლეთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი კედელი არის და არ წარმოადგენდა გასულ წელს ჩვენ მიზანს ამ კედლის აღება. მაგრამ თუმცა რაც მოახერხეთ, ეს დავაფიქსირეთ. ერთმანეთში არის ჩაჭრილი. სწორედ ეს ეკუთვნის ამ ქვედა დონეს. ეს ერთი ნაწილი, ეს კედელთან დაკავშირებული ნაწილი, მოდით ახლა გადავიდეთ სავარაუდო ღუმელი რაც იყო იმის აღწერაზე. აქ ჩვენ გასულ წელს, როგორც მოგახსენეთ, ქონდა საკმაოდ სქელი ეს დამწვარი ბათქაშების ფენა. მისი ალაგების შემდეგ გამოვლინდა საგანგებოდ ჩაწყობილი ძელები არის, რომელიც ქვის ფილაზე დევს. აი ფრაგმენტებს ხედავთ. კიდევ ერთი ფრაგმენტი და საინტერესო ის არის, რომ ეს ძელები, ნახეთ საკმაოდ პარკეტის იმას აკეთებს, ან ეს ძელები იდო თითქოს თიხაზე იყო საგანგებოდ თიხაზე იყო დადებული, ხედავთ იქ ანაბეჭდებს ამ ძელების. და ამის ქვეშ არის ფილა, დიდი ფილა არის. აი, მაგინა. მოდით ახლა გადავიდეთ როგორც ხედავთ, მე ეს სავარაუდო ძველი არქეოლოგიების მიერ გავლებული თხრილი აზიანებს ამ დამწვარ ძელებს. სავარაუდოდ დიდი ალბათობით ეს ფენა მის მარცხენა მხარეს, თქვენგან მარცხენა მხარეს არსებული ეს ყვითელი ფენაც ეკუთვნის ამ დამწვარ ძელებს და გადავიდეთ მის აღწერაზე. წელს, უბრალოდ გასულ წელს ჩვენ ავიღეთ ეს იატაკის დონე, რომელიც ამ ღუმელთან ასოცირდება, ეს ყვითელი ფენა და დავედით ახალ ფენაზე, როგორც იქ კედლის შემთხვევაში იყო. აქ ხედავთ პროფილს. ეს ჭურჭელი, რომელიც აქ პროფილში არის, ეს ეკუთვნის სწორედ იმ ძელურ ნაგებობას, იგივე იმ ღუმელს, იმ ფენის არის. წელს ჩვენ მთლიანად ავიღეთ ეგ ფენა და როგორც ხედავთ, იქ შავი ზოლი არის, დავედით ახალ ფენაზე. კიდე დეტალებს განახებთ. აი, ხედავთ, ახალ ფენაზე დავედით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვის საფქვავები ჩაქცეული არის სავარაუდოდ ორმოარი და ეკუთვნის ზედა ყვითელ ფენას ეკუთვნის. აი ეს ფენა ეკუთვნის ზედა ფენას. აქ ხედავთ ჭურჭელიც არის, ეს ჭურჭელი ზედა ყვითელ ფენას ეკუთვნის. აი ეს ჭურჭელი, აქვე იყო მარცვლები, ხორბლის მარცვლები იყო. მე კიდევ ერთხელ
ნახოთ ზედა ყვითელი ფენა არის, მე იატაკი არის ეს შავი ზოლი და მე ჩვენ დავედით ქვედა ფენაზე. ეს ორმო კუთხეში რო არის, თიხით არის შელესილი, ეს ეკუთვნის ზედა ყვითელ ფენას. კიდევ ერთხელ, ამასთანავე ჩვენ გათხრები გავაგრძელეთ სამხრეთ მხარეს თქვენგან მარცხნივ, სადაც მტკვარ-არაქსული ფენა არის ეს ქვედა ყვითელი ფენის ქვევით არის მტკვარ-არაქსული ფენა და მათ შორის ერთ-ერთი ესეთ საინტერესო არტეფაქტი, განსაკუთრებით საინტერესო რო არის, იმიტომ რომ ჭობარეთშიც და ირმის ხაზეც მსგავსი ორნამენტი ნახეთ ჩვენ და აქაც რაბაცეც დაფიქსირდა მტკვარ-არაქსის ფენაში. თუმცა ეს ისეთივე ადრეული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, როგორც ახლა იქ ჩვენ რადიოკარბონული თარიღი გვაქვს. ამ ფენის, ამ ადრე ბრინჯაოს ფენის აღების შემდეგ ჩვენ დავედით აქაც კლდოვან ფენაზე. კიდევ ერთხელ, მაგრამ ქვედა ფენა არის მტკვარ-არაქსი. სავარაუდოდ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ძნელი არის თქვა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ამას უწოდებთ ადრეული ბედენის ფენას და აქ ჭრილში ზევით თქვენ ხედავთ გვიანი ბედენის ფენა არის. მოგახსენებთ, ეს არის ფოტოგრამეტრიით გაკეთებული სტრატიგრაფიული ჭრილის ჩანახატი, განსხვავებით ტრადიციული გრაფიკული ხელით ჩახატული გაცილებით ზუსტი ზომების არის, იგივე ფერებიც რეალურთან ახლოს არის, ამიტომ ვამჯობინეთ ამ ფორმით ჩვენება. და რო შევაჯამოთ ეს სტრატიგრაფია, ჩვენ ზედა ფენაში ფრაგმენტულად ქონდა შუაბრინჯაოს ხანა, თრიალეთის კულტურის პერიოდის დროინდელი შუაბრინჯაოს ხანა. შემდეგ უკვე იატაკის დონე დავაფიქსირეთ ბედენის პერიოდის თავისი კერით. შემდეგ უკვე ქვევით ხედავთ თქვენ ყვითელ ფენას, დამწვარი ყვითელი ფენა, სადაც ინსიტუ ჭურჭელი იყო და მის ქვევით ის ძელური ნაგებობის ფრაგმენტი, სავარაუდოდ ადრეული ბედენის ფენა არის და ქვედა ფენა მტკვარ-არაქსი, ამ ეტაპზე მტკვარ-არაქსი. აი ესეთი ამ ფენების დათარიღება, ამ ფენის ამ სტრატიგრაფიის ჩვენება შევძელით. რაც შეეხება თარიღებს, ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წელს დაახლოებით 20 C14-ის ნიმუში გავაკეთეთ. წელს რუსთაველის ფონდის წყალობით დაახლოებით 10 ნიმუში გავაკეთეთ. 30 ნიმუში ვაკეთებთ ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის გრანტის მეშვეობით ოქსფორდის ლაბორატორიაში, რომელიც ეს თარიღები მუშავდება და არ მინდა დღეს ამის ჩვენება. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ასე თუ ისე ვიცით, რომ შუა ბრინჯაოს ხანა ეს თრიალეთის კულტურის პერიოდზე საუბრობ. დაახლოებით მე-19-მდეც კი ადის, მე-16 საუკუნეებში მერყეობს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ გვიანი ბედენის პერიოდს, მსგავსი სტრატიგრაფიულად ამ პერიოდის ფენები ჩვენ დათარიღებული გვაქვს დაახლოებით 23-დან მე-20-მდე. თუმცა ამ ფენიდან არა გვაქვს და ამიტომ არ ვაჩვენებ. ასევე მუშავდება ქვედა ბედენის თარიღები და გვექნება და ასევე აგერ მტკვარ-არაქსიც გვაქვს. აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შუა პრეზენტაცია არის და არ შემიძლია არ აღვნიშნო,
რომ ის ადამიანები, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვრეს ამ კონკრეტული თხრილის კვლევაში, ეს იყო 2019 წელს დავიწყეთ, პირველად იყო გია ჩილინგარაშვილმა დაიწყო 2019 წელს, შემდეგ 2022 წელს გიორგი გოგოლაძემ გააგრძელა, შემდეგ 2023 წელს სალომე მარკოზიამ და გასულ წელს სულხან ხარაბაძემ. მათი დიდი დამსახურება არის ესეთი ამისი სკულპტუროზული კვლევა ამ თხრილისა. და რა თქმა უნდა, ეს კვლევა ტარდებოდა ჩვენი ავსტრალიელი პარტნიორებთან ერთად და მათი წვლილიც საკმაოდ დიდი არის. და არ შეიძლება არ აღინიშნოს. კერამიკული მასალა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში არის, როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, საკმაოდ გრძელ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და სრული სურათის მიღებას დიდი დრო ჭირდება და თანხები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და საბოლოო ჯამში მივახცევთ და მოგახსენებთ მაგაზე, თუმცა მაინც გაჩვენებთ აქ მოდით დავიწყოთ შუაბრინჯაოს ხანით, მის დამახასიათებელი ორნამენტები. ეს არის შუაბრინჯაო, რასაც საუბრობთ, ეს არის, რასაც ოთარ ჯაფარიძე, კარგად მოგიხსენებათ, რასაც ოთარ ჯაფარიძე თრიალეთის კულტურის მესხურ ვარიანტს უწოდებს. ზუსტად იგივე მსგავსი მასალა არის, რაც ბერთაყანის და სხვა ყორღანებში არის აღმოჩენილი. აქ ერთი უნდა აღვნიშნო, ეს ჭურჭელი დანარჩენი ყველა დეცხრა ერთი თხრილიდან არის, მაგრამ ეს ჭურჭელი აღმოჩენილი არის 23 წელს, აი ამ ორმოდან 23 წელს გათხრილი დეცხრა ერთის ჩრდილოეთით მდებარე თხრილიდან. რაც შეეხება ბედენს, ზედა ბედენის ფენას, აქ კლასიკური ბედენური ჭურჭელი გვაქვს, ეხლა არ დავიწყებ აქ მის დეტალურ აღწერას, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ აქ უხეშკეციანი ჭურჭელთან ერთად ასევე გვაქვს ბედენისთვის დამახასიათებელი, კარგად გაბრიალებული ხელკეციანი ჭურჭელიც, კლასიკური ბედენური ჭურჭელი, ასევე გვაქვს ტაფისებური, ეგრეთ წოდებული ტაფისებური ჭურჭელიც. ნაკლები არის შავად ნაბრიალებით ხელკეციანს გულისხმობს კლასიკური ბედენური ჭურჭელი ქვედა ბედენში, თუმცა აქ გვაქვს ტაფისებური ჭურჭელიც და უხეშკეციანი ჭურჭელიც საკმაოდ ბევრი არის. მოდით გადავიდეთ ახლა D8 და C8 თხრილებზე, რომელიც 2023 წელს დავიწყეთ, განსხვავებით D9 თხრილისა. ეგ მოხაზული არის ეკრანზე. D8 თხრილი, როგორც მოგახსენეთ, დავიწყეთ ჩვენ 23 წელს. საკმაოდ უცნაური თხრილი იყო. რაბაძე უკვე არაფერი აღარ გვიგვირს, მაგრამ თითქმის მიწის ზედაპირზე გათხრების დაწყებიდან ალბათ პირველივე დღეს უკვე წამოვიდა ესეთი ეს მოყვითალო ფხვიერი ფენა. ხედავთ, ორი ადგილი გვაქვს, ეს დამწვარი შავი და ყვითელი ფენა და გარშემო სულ არის ესე ნაყარი ქვები არის. ესე დავასრულეთ ჩვენ 2023 წელს, ესე დავასრულეთ ეს გათხრები. აი უბრალოდ ეს შევისწავლეთ ეს მოყვითალო ფენა შევისწავლეთ რაღაც დონეზე და ასევე შავი ფენაც, რომელიც აღმოჩნდა ეს დამწვარი ძელები, საკმაოდ ინტენსიური დიდი რაოდენობით დამწვარი ძელები, ისეთ შტაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს განზრახი იყო ჩალაგებული. და ასევე ეს ყვითელი ფენა, ეს დამწვარი ბათქაშები არის, სადაც ჭურჭელიც კი იდო. და ჩვენ უკვე ვიცით მსგავსი კერამიკის მიხედვით, ესეც შუა ბრინჯაოს ხანა არის. და ესე ამ ეტაპზე დავასრულეთ ჩვენ 23 წელს და დავაკონსერვეთ გასულ წელს ისევ გავხსენით და გავაგრძელეთ მისი კვლევა. აქ უბრალოდ
ამით მინდა ჩვენება ის, რომ თქვენ ნახეთ იქ ქვის ნაყარი ფენა, ეს უკვე პირველი ეტაპი არის 25 წელს დაწყებული სამუშაოების და დავიწყეთ ამ ნაყარი ქვების აღება და ეტაპობრივად დაიწყო კედლების გამოჩენა. ნახეთ, გამოიკვეთა კედლები. კიდევ უფრო გამოიკვეთა კედლები, უფრო ასევე გამოიკვეთა დამწვარი ფენის, შავი დამწვარი ფენის და მოყვითალო ფენის კონტურებიც კიდევ უფრო გაიზარდა და მისი გავრცელების არეალიც კარგად გამოიკვეთა. ეს უკვე ერთ-ერთი საბოლოო ეტაპი არის. თუმცა მოდით აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დაზიანებული იყო, განსაკუთრებით ეს კუთხე იყო საკმაოდ დაზიანებული და ნაყარი ფენა იყო და საკმაოდ რბილი ფენა იყო და ეს ქვების ფენა ჩადიოდა და ბოლომდე ჩადის, ბოლომდე არც ჩავსულართ. და მოდით ახლა მინდა ამ შავი და ყვითელი ფენების ზე 1-2 სიტყვით შევჩერდე. დავიწყოთ, ნახეთ ეს უკვე გამოვლენილი მდგომარეობაში არის ეს შავი და ყვითელი ფენა. და დავიწყოთ ამ შავი ფენიდან. როგორც ნახეთ 23 წელს ჩვენ მაშინ შევისწავლეთ დამწვარი ძელები, წელს უკვე დავიწყეთ გამოვავლინეთ სრულიად ეს ძელები და დავიწყეთ ამ ძელების ალაგება. ამ ძელების ქვეშ გამოვლინდა თიხის ჭურჭლები. უმეტესი მათგანი მთელი, რაც ზოგადად რაბათისთვის დამახასიათებელი არა. წინა წლებში ჩვენ რაც ქონდა, ეს იყო ფრაგმენტები იყო კერამიკისთვის. ხოლო გასულ წელს მცირე და 23 წელს მცირე და გასულ 25 წელს საკმაოდ ბევრი მთლიანი ჭურჭელი შევისწავლეთ და ეს ძირითადად უკავშირდება ამ შუაბრინჯაოს ხანას. და ხედავთ თქვენ, როგორ არის ჩალაგებული. დეტალური, ერთი ამოყირავებული არის, თითქოს განზრახ, ეს დადებული არის. დეტალური ფოტოები. ფილა არის, აქ ხედავთ როგორ ფილები არის და ფილაზე იყო ჭურჭლები. ნახეთ. თითქოს განზრახ დადებული არის, რაღაც კონსტრუქცია იყო თითქოს ძელების. ეს იყო დამწვარი, ეს შავი ფენა იყო, რაც შეეხება ყვითელს, ესეც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. თავდაპირველად ვიტყვით, რომ ეს კედელი, რომელიც ყვითელ ფენას უკავშირდება, თავიდან ჩვენი სურვილი იყო ეს პირველ რიგში, რომ დაგვეკავშირებინა ეს კედელი ამ შუაბრინჯაოს ხანას და მერწმუნეთ ალბათ ძალიან მაგარი იქნებოდა რა. თანაც კარგად ნაგები არის, კუთხია, მასშტაბი, წითელი მასშტაბის ალაზებს კუთხე არის გამოყვანილი, საკმაოდ დიდი ფილები არის. თუმცა დიდი მცდელობისა მაინც ბოლომდე ვიმაჩვენებთ იმედს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნდა თქვათ, რომ ეს კედელი არის გვიანი შუა საუკუნეების, რომელიც ჭრის ამ შუაბრინჯაოს ხანას. ჭრის და თავიდან ისეთ შთაბეჭდილება იყო, თითქოს ეს დამწვარი, ეს ყვითელი ფენა იდო ამ კედელზე. თუმცა მე როდესაც ეს ნაწილი გავთხარით, აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს კედელს აქვს ჩაჭრილი ეს ყვითელი ფენა და საოცრება ის არის, რომ ეს ყვითელი ფენი მიუხედავად იმისა, რომ ეს კედელი ჭრის, შუა საუკუნეების კედელი ჭრის ამ ფენას, უკანა ყვითელი ფენა თითქმის ხელუხლებელი იყო და ყველაფერი in situ დაგხვდა. ეს კედელი, საკმაოდ ლამაზი კედელი არის, სამწუხაროდ არ არის შუა ბრინჯაოს ხანა და შუა საუკუნეები არის. კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ. მათ შეეხება აქეთ თქვენგან მარცხენა მხარეს ეს კედელი მე იქითკე მორღვეული არის და იქ მთლიანად დაზიანებული არის და ვერ მუხერხდა ამ კედლის დაჭერა იქ ნაყარი არის მთლიანად. ეს ქვები საკმაოდ დიდი რაოდენობით ქვები გავიტანით. როგორც ნახეთ თავიდან ქვებით იყო შევსებული ეს ფენა, ნაყარი ქვებით.
და რა თქმა უნდა ჩვენ დავიწყეთ ამ ყვითელი ფენის პრეპარაცია და მისი გამოვლენა თუ რა იყო, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი ზომის დამწვარი ბათქაშები იყო. სავარაუდოდ რაღაც კონსტრუქცია იყო და ამ კონსტრუქციის ნაწილი იყო, თუმცა გარავითარი კონსტრუქციის დაჭერა, რამე ფორმების ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე. იყო დიდი რაოდენობით კერამიკული ჭურჭელი, მათ შორის ხუფი, ხედავთ თქვენ მხარეს, დიდი ჭურჭელი, რომელიც ეს ჭურჭელი ჯერ კიდევ 23 წელს გამოვავლინეთ. ასევე პატარა მცირე ზომის ჭურჭელს ხედავთ, ცალკეულ ჭურჭელს, ამ ყვითელ ფენაში იყო და ასევე საინტერესო იყო, ქვაზე მიწებებული იყო ბრინჯაოს ნივთი, სადაც სარტყლები აქვს, თითქოს რაღაც კონუსური ფორმა აქვს, შიგნით სიცარიელია, საკმაოდ ხელი იყო, საკმაოდ მტვრევადი იყო. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, იგივე რესტავრატორებთან კონსულტაციისა, მათი ჩართულობისა, ვერ მოხერხდა ამ სახით აღება, ფრაგმენტული არის, თუმცა მოხდება მისი რესტავრაცია და იგი დაუბრუნდება თავის მიახლოებულ ორიგინალურ ფორმას, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე ძნელი არის თქმა თუ რა შეიძლება იყოს ეს ნივთი, აქ პატარა ნახრეთიც აქვს. და ეს ამ ყვითელი ფენის პრეპარაცია რო დავიწყეთ, დავედით, ავიღეთ ეს, როგორც მოგახსენეთ, ეს მთელი დიდი რაოდენობით ჭურჭელი იყო, ბათქაშების ფრაგმენტები იყო, ავიღეთ ეს დიდი გროვა და რა დაგხვდა? დაგხვდა კედელი, ალიზის კედელი არის და დაგხვდა დიდი რაოდენობით ჭურჭელი ისევ. ინსიტუ ჭურჭელი, რომელიც ჩადის კიდევ, სიღრმეში ჩადის. ნახეთ, აი ეს ჭურჭელი არის, ზედაპირი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ექსპედიციის ბოლოს გამოჩნდება ხოლმე ყოველთვის საინტერესო რაღაცა და სწორედ ამ ბათქაშის ფენის აღების შემდეგ გამოჩნდა კიდევ მეორე ფენა, სწორედ ეს ჭურჭლის პირები გამოჩნდა. რაც შეეხება კედელს, აქ თქვენ ხედავთ, ეს არის ბათქაში, ალიზი არის ქვებიც არის გამოყენებული და ალიზით არის შელესილი ეს კედელი და საინტერესო აღმოჩენა არის აქ ეს ჭურჭელი და საინტერესო აღმოჩენა არის, ხედავთ, კერის ფრაგმენტი არის, რომელიც თუ დააკვირდებით ორნამენტირებული, ტალღისებული, რელიეფური ორნამენტი აქვს, რაც ასევე ბევრი გვაქვს მსგავსი ორნამენტი ამ შუაბრინჯაოს ხანის ჭურჭელზე საკმაოდ დამახასიათებელი არის აქ რაბატზე. საკმაოდ ახალი რაღაცა არის, ალბათ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში შუაბრინჯაოს ხანისთვის. ესეთ სურათი გვაქვს აქ, ხედავთ, შინდისფერი არის ეს ალიზის კედელი არის. ორი ნაცრისფერი ფერით ეს არის შუა საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების, უბრალოდ დავკონკრეტებდი მე-19 საუკუნის პერიოდის კედელი არის. მიწურის კედლები არის, რომელიც დაზიანებული აქვს წინა მხარე და შუაბრინჯაოს ეს გაფერადებული კედელი. და ის ხედავთ წრეები, ეს ძირთა მთავარი დიდი სრული ჭურჭლები, რაც იქ აღმოჩნდა. ეს რაც შეეხება D8-ს, მოდით ახლა გადავიდეთ C8-ზე, რომელიც მის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს, აქაც არანაკლებ საინტერესო შედეგები მივიღეთ. აი ხედავთ აქ, პრინციპში გაგრძელება არის ეს C8, D8 თხილის გაგრძელება არის. ხედავთ აქ ეს შავი დამწვარი ფენა შედის აღმოსავლეთით მომდენო თხილისკენ. აქ საკმაოდ ბევრი რაღაც მიუხედავად იმისა, რომ პატარა თხილი არის, 5 ხუთი არის, საკმაოდ ბევრი მრავალფეროვანი მონაცემები დაგხვდა. კიდევ ერთხელ ეს მთლიანი სურათი როგორ ერთმანეთს როგორ უკავშირდება ეს ორი თხილი. ხედავთ აქ ალბათ დიდი ზომის წრეს, დიდი ქვებით და მცირე ზომის ქვებით არის შევსებული. ასევე ხედავთ აქ მეორე პატარა წრეს, მოგახსენებთ ამაზე.
ეს არის პატარა წრე არის ორმოარი, ქვის ორმოარი, ჩვენი ვარაუდით ეს არის შუა საუკუნეების ორმო, რადგანაც აქ შუა საუკუნეების კერამიკა ქონდა, თუმცა ქვევით ძირზე კერამიკა არ დაგხვდა. და რაც შეეხება ამ დიდ წრეს, ძნელი ამ ეტაპზე ვთქვათ, რა არის, ჩვენ არ შეგვისწავლია, მხოლოდ ეს ნაწილი გამოვალვინეთ. ერთი რისი თქმა ჩვენ შეგვიძლია, ეს დიდი წრე არის, დიდი ქვის კონსტრუქციული კონსტრუქცია არის მოგვიანო პერიოდის ვიდრე ბრინჯაოს ხანა. რადგანაც ეს კონსტრუქცია მე ვნახავთ ახლა ჩვენ ჭრის ადრეულ ფენებს. ადრეულ ფენებს რაც შეეხება, ახლა მოგახსენებთ, რას გულისხმობ ამ ადრეულ ფენებში და ბრინჯაოს ხანაში. ეს არის ბრინჯაოს ხანაში, ესე გულისხმობ ამ შუა ბრინჯაოს ხანას, რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება არის იმ ყვითელი და შავი დამწვარი ფენებისა, რაც წინა თხრილში ჰქონდათ, სწორედ ესეც გრძელდება და აქაც საინტერესო მონაცემები ჰქონდა. აი დავიწყოთ, აქ ხედავთ კუთხეში, ზედა მარჯვენა კუთხეში ხედავთ, კედელი არის, ხო, მცირე ნაწილი არის ამ კედლის. შევისწავლეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე ნაწილი არის, ინტერიერი არის, ეს კედლის შიდა ინტერიერში მუშაობთ, ეს მიუხედავად მცირე ფართობისა, საკმაოდ დახუნცლული იყო არტეფაქტებით. აქ თლიანი ჭურჭლები იყო ჩამსხვრეული, დამწვარი ძელები იყო და ისე ტიპიური შუა ბრინჯაოს ხანის ჭურჭელი. რომელიც ანალოგიური ჭურჭელი ჩვენ არა მარტო 23 წელს და გასულ წელს გათხრილი ფენებიდან რაბათის ნამოსახლარზე, ასევე ჩვენ ვიცით მსგავსი ჭურჭელი იმავე სოფელში ზველის ყორღანებიდან, ანალოგიური ჭურჭელი არის, რაც ადრე იქნა გათხრილი სოფელ ზველში. ეტაპობრივად ჩავედით და თლიანი ჭურჭლები ამოდიოდა, ხედავთ. რაც შეეხება კედელს, შიდა ნაწილი ალიზით იყო შელესილი. აქ ხედავთ თქვენ ეს ფრაგმენტებს. ეს არის ის დონე, სადაც ჩვენ დავასრულეთ გასულ წელს, იატაკის დონეზე არ დავსულვართ. და აქაც ისევ რა დონეზე ჩავედით გასულ წელს, ისევ დაგხვდა კერამიკული მასალა. აქ ხედავთ, აი პროფილში ნახეთ როგორ არის, ის პროფილში კარგად ჩანს როგორ არის ეს ფენები. იატაკის დონეზე დასული არ ვართ, როგორც გითხარით. აი ესა საბოლოო სურათი, ხედავთ აქ კედელი არის, შუა ბრინჯაოს ხანის, რომლის ინტერიერი არის დასავლეთ მხარეს, ხედავთ აქ დიდი ზომის წრიულ ქვის კონსტრუქციას, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით, აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება, შეიძლება ყორღანი იყოს, შეიძლება ბევრი რამე იყოს, უბრალოდ შუა საუკუნეების კონსტრუქცია არის. მასალა ამ ქვების გაწმენდისას სხვადასხვა პერიოდის ამოდიოდა, რა თქმა უნდა, ეს მიწის როგორც ხედავთ, მიწის ზედაპირზე ძალიან ახლოს არის, ამიტომაც ყველანაირი ტიპი პერიოდის მასალა შეიძლება ჩავარდნილი იყოს შიგნით და რაც შეეხება ამ ქვის ორმოს, სავარაუდოდ ხაროს, ეს ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ შუა საუკუნეების არის. კიდევ ერთხელ ერთად D8 და D9 ჭურჭელი, როგორც ხედავთ, ეს გაგრძელება არის. ეს კედელი შიდა ინტერიერი არის და ის ყვითელი და შავი დამწვარი ფენა სწორედ ამ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს. სამწუხაროდ სადამდე გრძელდება ეს ნაგებობა სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, არ ვიცით, რადგანაც როგორც აღვნიშნეთ, შუა საუკუნეების მიწურის კედელს აქვს ჩაჭრილი. მომავალში ძალიან საინტერესოა ნახოთ სამხრეთ მხარეს როგორ ვრცელდება ეს კედელი. როგორც ჩანს დაუზიანებელი არის და ალბათ ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. და ასევე რა თქმა უნდა ეს ქვის კონსტრუქცია საინტერესო არის, ხომ არა არის ესეც
შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი. რაბათის ნამოსახლარზე, როგორც მოგახსენეთ, უკვე ისეთი რაღაცები ვლინდება, რომ სულაც არ გაგვიკვირდება. ეს ჭურჭელი, მდერვა და დეცხრა თხრილებიდან მოპოვებული მთელი ჭურჭლები, ტიპიური შუა ბრინჯაოს ხანის. ასევე აღმოჩნდა ეს საბეჭის იმისგან დამზადებული საბეჭი, მსგავსი არტეფაქტები ჩვენ წინა წლებშიც ჰქონდა, უკვე ეს მესამე არის. და ასევე რა საინტერესო არის ბრინჯაოს ნივთები, ჩვენ ნახეთ ერთი ბრინჯაოს ნივთი და მეორე ბრინჯაოს ნივთი არის ეს ნაგებობაში კედელთან აღმოჩნდა ეს საკინძი სარესტავრაციო არის, გასაწმენდი არის, რომ მისი სრული ფორმა ვნახოთ. დიდი რაოდენობით ის იარაღები, ნანგლის ჩასართები, ობსიდიანის რისპირები და ეს ჭურჭელი, როგორც ხედავთ, ტიპიური მესხური ვარიანტი შუა ბრინჯაოს. თავისი ორნამენტებით. ხუფები, ასევე ერთი დამახასიათებელია. ჩვენ ძირითადად ეს მესხური შუა ბრინჯაო ვიცით ყორღანებიდან. შესაბამისად, ხუფები სამარხეულ კომპლექსში ნაკლები არის. ნაკლები კი არ არის და ძირითადად ეს ნამოსახლარები კიდე არ ვიცით. შესაბამისად, აი სწორედ ნამოსახლარმა გვიჩვენა, რომ ხუფებიც ამ შუა ბრინჯაოს ხანის მესხური ვარიანტისთვის ხუფებიც საკმაოდ დამახასიათებელი ყოფილა და თავისი ორიგინალური ორნამენტებიც ქონია. მიმდინარე კვლევები, როგორც ნახეთ, დიდი რაოდენობით მთელი ჭურჭელი არის, ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მათი რესტავრაცია. ერთ-ერთი რასაც ვაკეთებთ ახლა ეს არის დღეს უკვე ტრენდად ქცეული მთელ სოფლიოში ეს ხელოვნური ინტელექტით აღდგენა ჭურჭლების. ჩვენ პირველი მცდელობა ეკავა, რა თქმა უნდა, ტრადიციული რესტავრაცია და კონსერვაციასაც პარალელურად ვახდენთ, თუმცა საინტერესოა რა შედეგებს მოგცემს ხელოვნური ინტელექტით აღდგენილი ეს დამსხვრელი ჭურჭელი. C14-ებს რაც შეეხება, როგორც ვისაუბრე უკვე ჩვენ საკმაოდ დიდი სერია გვექნება სულ მალე რაბადის ნამოსახლარზე, დაახლოებით უკვე 50-ზე მეტი სხვადასხვა ფენებიდან და ასევე, რა თქმა უნდა, ინგა მარტყოფილშვილი ეხლა ხანს დადო და საკმაოდ საინტერესო პალეონტოლოგიური შედეგები, საკმაოდ კაი პალეობოტანიკური შედეგები გვაქვს შეფილდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პარკლებში, ზოოარქეოლოგიური და ასევე ეხლა ხანს ეხლა იწყებს ანა თეთრუაშვილიც იწყებს ქვის იარაღების ინტერდისციპლინურ კვლევას ბედენური პერიოდის და თრიალეთის შუა ბრინჯაოს პერიოდის, რომელიც ახალი რამ იქნება ჩვენთვის. და ბევრი კიდე ასევე სიახლე გვაქვს თორნიკე როსტიაშვილი უდგას სათავეში ვებსაიტს ვაკეთებთ, სპეციალური ვებგვერდი იქნება რაბათის და ზოელის არქეოლოგიური გათხრების შესახებ და ყველა მთელი მონაცემები თავისი მასალის ფოტოებიანად სწორედ დაიდება ვებსაიტზე. ეს ერთგვარი საშუალება იქნება, რომ ეს მიღებული შედეგები არა მარტო სამეცნიერო საზოგადოებას გავაცნოთ, არამედ უფრო ფართო წრეებსაც. ეს არის ჩვენი ექსპედიცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. Ik kan niet voorbeelden van de mooie mensen zomaar gaan daar zie als je ziet aguri nou Dier. is aguri apelus aguri Dier alles გულისხმობთ Dier. ეს არის შუა ბრინჯაოს ხანა.
დიახ, შუაბრინჯაოს ხანა არის. დიახ, ალის რასაც გულისხმობთ, დიახ. დიახ, შუაბრინჯაოს ხანა არის ის კედელი, რაც ნახეთ, ბოლოსკენ, ხო? მაინცოთ ეხლა რაღაც მოუვიდა. რაც შეეხება დიახ, რაც შეეხება რაბათი ეს არის არაბული სიტყვარი, თურქულიდან შემოსული და ნიშნავს შეკრების ადგილს. და სწორედ ეს ოსმალური დიახ, მესხეთ ჯავახეთში ყველა დასახლებულ პუნქტს, ქალაქს თუ სოფელს თავისი რაბათი გააჩნდა, რომელიც არის შეკრების ადგილი. და ყველა სოფელს, ეხლა მესხეთშიც და ჯავახეთშიც, სხვა სოფლებშიც ყველას თავისი რაბათი აქვს, რომელიც ნიშნავს ეს არაბული სიტყვა, წარმოშობის სიტყვა არის, ოსმალურ პერიოდში შემოვიდა ჩვენთან. ეს აღმოჩნდა, ესეთი მძლავრი შუაბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ენა არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა. მადლობა. წელს მოსდევში გავზარდები სამუშაოები და აუცილებლად სიცხოვრებით მოახერხა აუცილებლად ჩამოვასანა. ამდენი წელი ჭურჭელი ნამოსახლარი და შუაბრინჯაოს ხანის ასაა. და სწავლობენ ძალიან გასწორებული ის ცოტა ახლა გასწორებული პრობლემებიც არის. და ძალიან მნიშვნელოვანია ამის ისევე როგორც გიაჩილი დარაშვილმა იბნისა და პაჩელაროს ედენის კერამიკას მანერი შეიძლება იყოს ისევე პაჩელებს რაღაცი რომ ესე იგი შუაბრინჯაოს ხანაში მარტო ესეთი მოხატული და ესეთი კარგი ჭურჭელია და ეს ნამოსახლარიდან ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ასაც სპეციალურს და ჩვენ თავსაც ვუწევ ძალიან მიიღო. მადლობა. მადლობა ბატონო. გეორგის შესამჩნევ ჩატარებულ სამუშაოებისათვის. და მე რაღაც ესეთი ჩვენ აღნიშნე რომ ერთ ადგილას გავლენს სტრატეგიულ პროცესს დახვედი დედაკანი. აი მეტრაჟები რამდენი პენისინძლა. დიახ. და მეორე კიდე მაინტერესებს აი მე კი ვარ იქ ნამყოფი შორეულად პარაგრაფებთან მუდმივად მაქვს. აი დაახლოებით შენი მოსაზრების გავრცელების არეალი რამდენი დიახ. დავიწყებ მეორე კითხვით. საკმაოდ საინტერესო არის მისი გავრცელების არეალი. როგორც მოგახსენეთ დასაწყისში, ჩვენ ძირითადად გორის თავზე მუშაობთ, სადაც დაუზიანებელი არის ეს მიწური სახლები არ ადგას. დაუზიანებელი არის, სწორედ ამიტომ გადარჩა ეს ბრინჯაოს ხანა, რაც შეეხება ფერდებს მთლიანად მიწური სახლები დგას და ამ მიწურ სახლებს აქვს ჩაჭრილი ბრინჯაოს ხანის ფენები. შესაბამისად თითქმის კი არ გვხვდება ჩვენ ბრინჯაოს ხანის ფენები, სადაც ეს მიწური სახლები დგას. ამიტომ ძნელია იმის თქმა თავიდან რა ფართობზე ვრცელდებოდა ეს ნასახლარი. ჩვენ ასე გავაგრძელებ ჩვენ მტკვარ-არაქსის ფენები ასევე გზის გადაღმა, სოფლის გადაღმა გრძელდება და სოფელშიც არის ბატონი კახაც სადაც აქვს დადასტურებული მტკვარ-არაქსის ნამოსახლარის ფენები. და საინტერესო არის ვადებს იმ კითხვას ხო არ ვრცელდა პერიფერიების ხო არ საკმაოდ დიდ ფართობზე ხო არ ვრცელდებოდა ეს მტკვარ-არაქსის დასახლება, რა თქვა ცენტრი იყო რაბათი და პერიფერიები მის გარშემო ხო არ ვრცელდებოდა. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, სხვა არაფრის თქვა არ შეგვიძლია. მისი გავრცელების არეალის ვერაფერს ვერ ვიტყვით. რაც შეეხება 3 და 20 არის ზედაპირიდან, თანამედროვე ზედაპირიდან დედაქანამდე 3 და 20 არის. ხალხაინა
და ძალიან საინტერესო არის თვითონ ეს ესეთი მასშტაბი შუა ბრინჯაოს ხანის ფენებისა. ორი კითხვა. როგორც მე ეხლა დავინახე, ის ჭურჭლები, რაც არის ნამოსახლარზე, მსგავსი ჭურჭლები სამარხებში არ არის. ანუ იქ გაცილებით მეტი ჭურჭელი არის, უფრო იმპორტისკენ მიდის და უფრო სხვა კულტურებისთვის არის დამახასიათებელი, როგორც არის ეგეოსური ჭურჭლები, კანთაროსები, იქ სხვანაირი რაღაცები არსებობს. აქ ხა რაც დავინახეთ, ეს არის რადიკალურად სხვადასხვა, იმიტომ რომ მართლა ესეთი ბრინჯაოს მოზრდილი, ესეთი ბრინჯაოს ნამოსახლარი ჯერჯერობით ჩვენ არ აქვს და საბედნიეროდ აი თუ არის რაიმე, უბრალოდ მე ძალიან მაინტერესებს, თუ არის შესაძლებლობა აი ამ ორგანებიდან ამებული სინჯების რადიოკარბონები ხო არ არსებობს, რაღაცნაირად მივუსადაგოთ აი ამ შუა ბრინჯაოსთან და ჩვენ იქ ძალიან ბევრი ძვლის ბრძოლარი მასალა გვაქვს, თავის ქალები ბრძოლობს და ბოლოს და ამდენად ისეთი არის და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო იქნება აი ამ ორგანების მიმართება აი ამ პერიოდის ძეგლებთან, ნამოსახლარის ფენებთან და ეხლა თქვენ ძალიან დიდი სპექტრი გაქვს თვითონ აი ამ მისი ქრონოლოგიური სპექტრი, რომელიც რაღაცა ენეოლითშიც გადადის და ესეთი ორჭოსნის რაღაცა თარიღებსაც უყურება, მაგრამ იქაური ისინი ვერ დავინახე, ისინი არ ჩადის ისინი ხო რაღაცა უბრალოდ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის ეს აი ამ ერთ რეგიონში თქვენთან იგირმის ხაზე ორჭოსანში ეს ყველაფერი არის გამირანის გორა ესეთი ცენტრალური და დღეს ყველაზე აქტუალური მწყარარაქსული კულტურის ფორმირების პროცესი როგორ ხდება აი მეცხრე ჩვენი როდესაც განსხვავებული სახე აქვს ამას საერთოდ და აი ეს მაინტერესებს თქვენ რაც ფიქრობთ აი ეს ორგანები რა მიმართებაში უნდა იყოს აქ ამ იმასთან, იმიტომ რომ აქ ნაგებობებში მე ვერ ხედავ ამათ აი ესეთ ორგანებს რა სტრუქტურაც აქვთ. იმ სტრუქტურას საერთოდ ეს ხო არ არის შემთხვევით აი მესური ორგანები ხელმეორედ გამოყენებული. იმიტომ რომ იქ სხვადასხვა წესებია დაკრძალვის წესები, როგორც აი მესური ორგანები რაც არის ნია, ლავარძია, იმეთი იქაური წესები აქეთ აღწევდება, აქ ერთი 200 კაცია დასაფლავებული ამ ორგანებში და თან კიბეებია გაკეთებული, კიბეები ჩადეკარდა ნუ ამბავია. და ხომ არ გიცით აი ეს ისინი თუ არის რამე ესეთი კონტაქტში და ქრონოლოგიურად ძალიან საინტერესო იქნება ამათი მიმართება. აბსოლუტურად. ძალიან საინტერესო იქნება ორგანების და ნამოსახლარის დაკავშირება. რისი თქმა შეგვიძლია ამ ეტაპზე. ჩვენ გასულ წელს გავთხარეთ, როგორც იცით, ორი დაზიანებული ყორღანი, კერამიკული ჭურჭელი, მსგავსი კერამიკული ჭურჭელი გვაქვს, რაც ჩვენ ნამოსახლარზე არის, ანუ ამითი პარალელის გავლება შეგვიძლია. სამწუხაროდ რადიოკარბონული თარიღი საშუალება არ ქონდა, იმიტომ დაზიანებული იყო ყორღანი, მარტო კერამიკა ქონდა, ამით პარალელს ვავლებთ. რაც მთავარია ასევე ბატონ კახიანის მიერ გათხრილი გოხების დიახ მაგას 2019 წელს გათხრილი ყორღანი მაგიდან გვაქვს ჩვენ რადიოკარბონული თარიღები და ზუსტად ემთხვევა 18-19 საუკუნეები ემთხვევა სწორედ იმ თარიღებს რაც ჩვენ რაბათის ნამოსახლარზე გვაქვს დიახ არა გვაქვს ჩვენ ეს კანთაროს ის მსგავსი ჭურჭელი რაც ცნობილი ზოელის ყორღანიდან არის არა გვაქვს ზოომორფულ ყურიანი ჭურჭელი არა გვაქვს. აქ შეიძლება ან რაც ქრონოლოგიური განსხვავება იყოს, ან ასევე ის იყოს, რომ თქვა სამარხში, მოხსენოთ სამარხში სხვა ტიპის სარიტუალო ჭურჭელს იყენებენ, იმიტომ რომ ნამოსახლარზე. თუმცა იმის თქმა დაბეჯითებით შეგვიძლია, რომ ეს ყორღანები შეიძლება ყველა არა, მაგრამ ყორღანებისა, რომელიც ჩვენ ზოელში გვხდება, უშუალო კავშირში არის ნამოსახლართან. კი. კი. არა. აბსოლუტურად კი და შაშანაც გათხრილი. ანებში არის საოცრად განსხვავებული სიტუაცია, იმიტომ რომ 4 მეტრი არის სავსე ძუები. ხო, ამიტომ
იქ თავის ქალები არის სრულიად განსაკუთრებული, იმიტომ რომ აქვთ ქვედა ყბები, აქვთ ძალიან დიდი. და რაღაც ისეთი და თავზე სრულიად განსხვავებული თავის ქალებია იმ ორგანებში. ჩვენ რაც გვაქვს, ნუ ესეთი დიდი ყბები და ესეთი მოკლე ძვლები, ადამიანის ძვლები, რომელიც არის ესეთი რაღაც მძლავრი, სხვაგან ჩვენ აშენებთ. საინტერესო. 40 მეტი რა გაქვს და 30 მეტი რა გაქვს. ხო და ესეთი განსაკუთრებულია ყოველ შემთხვევაში. ალბათ ეს ძალიან საინტერესოა. ის არის. გრიჯავსანაში ანტიკურ ხარაჯის სამარხეული მასალები და ნამოსახლარები მასალები არ არის აუცილებელი რომ 100%-იან ეს შემთხვევაში. მაგრამ განსხვავებები შეიძლება იყოს სამარხებსა და ნამოსახლარის შორის. ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანია ხოლმე ნამოსახლარის ფენების შესწავლა და ამ შემთხვევაში სწორედ განსხვავებაც უნდა მოგვწეს პრინციპი. ყველა ეტაპზე არის განსხვავება და რა შუა გრიჯავის ხარაჯი არ უნდა იყოს. მადლობა. მაინც ეხლა აგრებას მუხტით პატონ გიორგის ძალიან კარგი. ნუ ერთმანეთს საუკეთესო ძეგლები წარმოგვიდგინეს და ერთმანეთს საუკეთესო გახსნილი. რაც თავარია მართლაც ძალიან ბევრი რამ სიახლეა, როგორც იგნის ხაზზე და აქ რაბათშიც. მე დავესესხები ბატონ გოდერძის აზრებს ვიზიარებ და მართლაც არ არის აუცილებელი რომ სამარხეული მასალა და იმისი ნამოსახლარების მასალა აბსოლუტურად იდენტური იყოს. ეს ჩვენ ვიცით ბედნურ ნამოსახლარებიდან და ბედნური ორგანების მასალებიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მტკვარ-არაქსში სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. იქ სამარხებში იგივე მასალა, რაც არის ნამოსახლარებში. და სამეთანხმებით ამასში. რაც შეეხება სამხრეთ აი მაგ მესხეთ ჯავახეთის ორგანებს და აი ამ მასალასაც, მე ვიტყოდი რომ არ შეიძლება გავრცელება მთლიანად მკერდსა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ თუნდაც სამარხეულ მასალასთან მიმართებაში, თუნდაც დაუშვათ ნამოსახლარი ფენებიდან. ბატონი გოდერძი თხრის აგერ და აღმოჩნდა კიდევაც ძალიან კარგი მასალები აქვს და იმაში თერცხაროში ის მასალები უფრო მეტად უახლოვდება თრიალეთის კულტურას და ასეთი მასალები გვაქვს არაგვის ხეობიდან. ანუ ის რაც ჩანდა იმაში მესხურ ორგანებში განსხვავება თრიალეთურისგან, აი ეს განსხვავება მოდის ამ ნამოსახლარის მასალებიდან, რაც ანუ მიხსით ხო რაც აკვა. მე მაქვს ერთი კითხვა კიდე რომ აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თუ გიფიქრიათ ეხლა საკმაოდ კარგად გამოისახა კონკურენტი ნაგებობის და შუაბრინჯაოს ხანის ნაგებობები გულისხმობ თუ ნაგებობას. ეს როგორი იყო მიწური იყო, მიწასი ჩადგმული იყო თუ აი როგორ აღვიცნით ამას, როგორია თქვენი აზრი? აი ამ ნაგებობების ტიპები. შუაბრინჯაოს ხანის. დიახ. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კედლის ფრაგმენტი გვაქვს შესწავლილი. შესაბამისად ძნელია დაბეჯითებით თქმა მიწაში იყო ჩადგმული თუ არა, თუმცა ერთი რამ შეგვიძლია რომ ეს არის გორის თავზე არის აგებული და გადახურებს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ფერდს და დიდი ვარაუდით მიწაში არის ჩადგმული და სავარაუდოდ ტერასულ ნაგებობასთან გვაქვს საქმე, თუმცა მიჭირს თქმა რა ტიპის როგორც ნახეთ მხოლოდ ერთი მცირე ფრაგმენტია კედლის. შეიძლება ღია რაღაც სივრცესთან გვაქვს საქმე, იმხელა ის ხდება იქ. დიახ. მე რამდენადაც მახსოვს უბრალოდ არ მახსოვს რომელი თხრილია ჩვენ აქ გვქონდა საუბარი რომ თქვენ დაჭერილი გაქვთ ერთ-ერთ თხრილში თვალარაქსული ნაგებობის კედელი. დიახ. თუ გაქვთ რამე
ან ხომ არ შეცვლილა ეს კუთვნილება თუ არა რაქსის, აი რაღაცა ზოგიერთი კონდათ რომ თქვა ყოფილიყო შუა ბრინჯაოს კედელი და საბოლოოში გამოდგა შუა საუკუნეები. მე რაც ვნახე თქვენთან ძველში მართლა საოცარი გადასვლებია და საოცარი ჩაჭრები და უცნაური ძალიან სკრუპულოზული ხედვა უნდა რომ დაიჭირო რომელი რა არის. ძალიან მართლა პოლოსალობის სამუშაო გახსოვებული, მაგრამ გული დამწყება თუ თუ არ აქვს დამიმართებაში შეიძლება. არა. თუ არ შეიცვალა, ხომ არ გაქვს კიდე საკუთარ გავს ფენასთან შეხება აი ამ ახალ კვადრატებში. მადლობა რომ აღნიშნეთ. პირველ რიგში გეთანხმებით, რაბათი საკმაოდ კომპლექსური ძეგლი არის. რაც შეეხება მტკვარ-არაქსს, მტკვარ-არაქსის ნაგებობას, ეს კიდე სხვა ისტორია არის. რომელიც გასულ წელს არ გაგვითხრია და არ შეგვისწავლია და ხელი არ ვახელით იმ თხრილს. საკმაოდ გვაქვს ჩვენ ბატონი ზურაბ მახარაძე მუშაობდა იმ თხრილში, სწორედ მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა თხრილის შესწავლა, სადაც ეს მტკვარ-არაქსის ნაგებობა გვაქვს. საკმაოდ დიდი ნაგებობა არის, მე ვიტყოდი მონუმენტური ნაგებობა არის მტკვარ-არაქსის, კიდე ეს და მაგრამ ეს სხვა თემა არის კიდე და არის და იმედი გვაქვს რომ წელს და მომავალშიც შევისწავლით და განსაზღვრავთ მის ხასიათს და ასე რომ ის ყველაფერი რაც რაბათის მტკვარ-არაქსზე იყო, ისე უცვლელად რჩება.